რას დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა ვაშას გეუბნება და ისევ გირჩევთ რომ მოიწონო და გამოიწერო ჩემი პოდკასტი ნებისმიერი აპლიკაციით YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ბაკურიანის ხშირ დამსვენებლებს ასე უნდა აუხსნათ, ვალი გადაიჭერეს. ვისაც ზამთრის კურორტები დიდად არ უყვარ, შეუძლია წაიკითხოს ქოცების ფინანსთა სამინისტროს ბოლო სენსაციური ამბავი. უკანონო შემოსავლების მიღებისთვის დააკავეს ვლადიმერ სტეფანიანი. და რა დააშავა ამ კაცმა? ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. ცოდვა გამხილილი ჯობს, მე მოძებნა დამჭირდა რა იყო ტობოგანი. კაი რამე ყოფილა, მაგრამ ეს არაა ცოდვების სრული სია. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე 10 მილიონი ლარი შეადგინა. ქოცი უნდა იყო 2025 წელს ყველანაირი საღი აზრის ჯინაზე ქოცი რომ არ იკითხო. მოიცადა, რას ნიშნავს უნებართვოდ. ორი თავი თუ გაქვთ, სცადეთ და მიდით ბაკურიანში მიწის ამოსათხრელად. მერე ექსკავატორი მიიყვანეთ, ამოათხრევინეთ თხრილი. მერე მეიტანეთ ბეტონი, ჩაასხით. ამოიყვანეთ ერთი კედელი. დაამატეთ მუშები და კიდევ 3 კედელი ამოიყვანეთ. გადახურეთ პირველი სართული, ამოიყვანეთ და გადახურეთ მეორე, მესამე. შეიყვანეთ კომუნიკაციები, ჩასვით ფანჯრები, გალესეთ. შეღებეთ, მიუშენეთ აუზი, სპა, სავარჯიშო დარბაზები, რესტორნები. მერე ეს ყველაფერი გაყიდეთ. მერე გაჩეხეთ ფერდობები და გააკეთეთ სასრიალო ტრასები, საბაგიროები და ის ტობოგანი. მერე ყინულის სასრიალო მოედნები. კაი, მე მოყოლი დავიღალეთ და თქვენ არ დაიღალეთ ამ დაბოლებით. რომ ერთ ორმოს მაინც ვინმე ნებართვის გარეშე ამოგათხრევინოთ ბაკურიანში. პირველივე ნახევარ საათში დაგადგებათ პატრული, რეინჯერი, გამგეობა, TV იმედი, გამოგიწერენ ჯარიმებს, აგანაზღაურებინებენ ზარალს, ჩამოგართმევენ ბარსა და ექსკავატორს, ბულდოზერს, გათრევენ სასამართლოებში და ბოლომდე გაგწეწყავენ. აქ კი წლებია არა მხოლოდ ბიზნესის მამაა ეს კაცი, არამედ მოდელია. დადის ტელესტუდიებში, ინტერვიუებს არიგებს, მისი საკურორტო იმპერიის რეკლამას ვარსკვლავები აკეთებენ. აქვს ყველა სოციალური ქსელი. ვებგვერდზე უდევს ინფორმაცია ყველა სიკეთეზე, რაც აუშენებია და გთავაზობთ. აგერ ბატონო, 700 ოჯახზე მეტი მყავს დაკმაყოფილებული 16 წლის განმავლობაშიო. ხო და ახლა მართლა მაინტერესებს, როდის აღმოაჩინა პროჭორილურმა რეჟიმმა, რომ ეს ყველაფერი უკანონო იყო. 16 წელი რას აშენებდა? კითხვა არავის გასჩენია. მერია თუ არსებობდა. დენის კაბელები რომ შეიყვანა რაქსელს მიუერთა და წყლის მილები, კანალიზაციის. თქვენი პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები რომ დადიოდნენ ყველა მაგლენტის გასაჭრელად და ბორიას ხელში ბიზნეს საყვევების ხანაზე ინტერვიუების დასარიგებლად. მაშინაც უკანონო იყო ეს ყველაფერი. უკანონოდ ყმაო და 110,000 ლარი რომ მოგაშავათ, არ იკითხეთ რა ფული იყო. ესაა თქვენი გამჭვირვალეობა. ნარკობარიგების ფულსაც ასე იღებდა იარაღით ვაჭრებისაც, ადამიანების ტრეფიკერებისაც. თავარია მოგცენ და ირაკლი კობახიძეზე კიდია თუ ისია და რას უნიუდის. ახლა ამ კაცს 12 წელი ემუქრება, მაგრამ რამდენი ემუქრება იმას, ვინც 16 წელი ამხელა უკანონო ტურისტული იმპერიის შექმნაზე ხუჭავდა თვალს. იმას არაფერი ემუქრება, გარდა საზოგადოების აქტიურობისა, რისაც რეალურად ეშინიათ. დილით ეს პატიოსანი, აფერისტი თურმე კაცი დაიჭირეს, საღამოს კი უფროსი ლეიტენანტ დინარაძის კანტორამ განცხადება გამოსდო, თუ მიწის მითვისებას და ზედ რამის აშენებას აპირებთ, ვირი საბანოს გახეხინებთ. და აქ და ახლა მინდა ვიკითხო. ჩემთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის შესახებ, როდესაც თბილისის საკრებულომ ერთ ბიზნესმენს ერთ ლარად გადასცა ქონება თბილისის გულის გულში, ქვეყნის ყველაზე ძვირადღირებულ ადგილას. იმან კი მერე იქაურობას ჯოჯო სასტუმრო და უბედურებები დაადგა. ხო და უფროსო ლეიტენანტომ დინარაძემ იმ ბიზნესმენს როდის დაიჭერდა? თბილისის საკრებულოს ყოფილ უმრავლესობასთან ერთად, ხო? ქვეყანას, რომელსაც ერთმა რუსმა ვირის ტვინი აჭამა, ძალიან გაუკვირდა მარნეულში ვირის ხორცს აჭმევდნენ ხალხს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მორიგი ჩამოვლისას შეამოწმა მარნეულის ბაზარში გახსნილი 2 სასადილო და ხორცის ფარში ვირის დნმ იპოვნა. საწყალი ვირი. საწყალი ხალხი, ვისაც ვირის ხორცს აჭმევდნენ. ოღონდ სურსათის სააგენტომ დახურა, დალუქა და დაიწყო წარმოება არა ხორცის მიმწოდებლის, არამედ თავადი სასადილოების წინააღმდეგ. არ შემეშალოს. ინდმეწარმე საბირ ჩილდირლი და ინდმეწარმე ფამილ მაგაროვი. საერთოდ არ გამიკვირდება თუ ამ ჩილდირლისა და მაგაროვს წარმოდგენა არ ქონდათ, რას წავდნენ ქაბაბად და მერე რას ყიდნენ. თქვენ ვირები შეიძლება როჟაზე არ მოგწონთ.
თორემ რომ იცოდეთ, მაგის ხორცი უამრავ კულტურაში დელიკატესად ითვლება. ძროხის ხორცზე გაცილებით ჯანსაღია, რა კი ქოლესტერინის ძალიან დაბალი შემცველობა აქვს ოთაშორის. თან აქვს რკინის მაღალი კონცენტრაცია და სისხლს გიჯანსაღებთ. იტალიელები და მექსიკელები ცურცს არ გაჭმევენ, რომ იცოდეთ. იმათ სამზარეულოში კი ვირის ხორცი ძალიან ფასობს. მაგრამ მე შევამოწმე ყველაზე მეტად თურმე ფასობს ჩინეთში ეს ხორცი. ფასობს იმდენად, რომ აგერ ამ დღეებში ჰონკონგში დააკავეს გეტყვი და არ დაიჯერებთ. 200 მილიონი დოლარის ღირებულების ვირის ტყავის პარტია. 150 ტონა ვირის ტყავი. ახლა კახელები ნუ გაგიждები და ნუ გაქანდები თქვენი ვირების დასაკლავად. პირიქით, მოუვარეთ და გაუფრთხილდით, იმიტომ რომ მალე შეიძლება წითელ წიგნში შესატანი გახდესო. არ ხუმრობ. თურმე არის რისკი, რომ 2040 წლისთვის ვირების რაოდენობა განახევრდება პლანეტაზე. მეცნიერები ამბობენ. სასაპალნე და საყროყინოთ აღარ ზდომებიათ. ვირის ტყავისგან ჩინელები ამზადებენ ახალგაზრდობის ელექსირს სახელად ეჯიაო, რასაც ყოველწლიურად 6 მილიონი ცხოველი ეწირება. პრეპარატი ისეთი ძვირია, მხოლოდ ძალიან ცოტას თუ შეუძლია მისი ყიდვაო. ისიც ძალიან ჩაციკლული უნდა იყოს ადამიანის საკუთარ მოკვდაობაზე, თორემ ამ ხელა ფულს არ გაიმეტებს არასდროსო. დავიცი, ვინმე გეგულებათ ასეთი გარშემო ძალიან მდიდარი, ძალიან ჩაციკლური თავის ასაგზე, მაგალითად გიგანტურ ხეებს ფეხშველი რომ ეხუტებოდეს ცხოვრებისეული ენერგიის მისაღებად. თუ გეგულებათ, ესე იგი შეიკრა სრული საწარმოო ციკლი და უნარჩენო წარმოება. ესე იგი საქართველოში ვირის ტყავის მყიდველიცა და ელექსირის მომხმარებელიც აი ეგ ძალიან მდიდარი კაცი ყოფილა. ჩვენ კი რაც დაგვრჩება. ჩვენ ვირის თავფეხი. ჩინეთთან სტრატეგიული მეგობრობა კარგია, რა თქმა უნდა. ბორიას როგორც რუსს ახლა ჩინეთის იმედი ძალიან აქვს სერიოზულად და დაარბენინებს ამ თავის ხელის გოგობიჭებს მაოს დინასტიის ნაზირ ვეზირებთან. ჩინეთი დიდია და მაგარია, მაგრამ ორი პატარა ამბავი მოხდა, რომელიც პატარა არ მოგეჩვენებათ. ამბავი პირველი. ოსლოს მერიამ ტენდერი შეისყიდა 300 ჩინური ელექტროავტობუსი, საუკეთესო ფასად, საუკეთესო პირობებით და ძალიან კმაყოფილი იყო შედეგით, რა კი 2030 წლამდე მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ელექტრო უნდა იყოს. ოღონდ დაეჭვდა, როცა ავტობუსებს რაღაც პროგრამული პრობლემები წარმოეშვა და წარმოებელმა ჩინეთიდან ყველაფერი დისტანციურად მოაგვარა. მერე დაიწყეს ამის შესწავლა და აღმოაჩინეს, რომ ჩინეთიდან ძალიან მარტივად შეიძლება ამ ავტობუსების არამხოლოდ პროგრამული განახლება და გადატვირთვა, არამედ საერთოდ გაჩერება, გათიშვა. აი, იქაურ კომუნისტებს უცებ რომ არ მოეწონათ ნორვეგიის ხელისუფლების რამე გადაწყვეტილება, შეუძლიათ დედაქალაქის ყველა ქუჩაში ასობით ამხელა ავტობუსი ჯორივი დააყენონ. შეიძლება დაქოქო, შეიძლება გამორთო, შეიძლება პროგრამულად განაახლო. ეს შეიძლება მწარმოებელმაც გააკეთოს, ან ვინმე ჰაკერმაც. or by someone else hacking it. გააჩერებენ და მორჩა. ახლა საწყალი ნორვეგიელები იმტრევენ თავს, როგორ აიცილონ თავიდან პოტენციური კოლაფსი ქალაქებში. და მათ შეხურებენ იმედის თვალი დანიელები, რომელთაც იმავე ჩინელებისგან კომპანია იუთონგისგან 260 ელექტროავტობუსი უყიდიათ. დანიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტმა უკვე გაავრცელა განცხადება, რომ ამ ავტობუსების სენსორები, მიკროფონები, კამერები და სხვა აღჭურვილობა პოტენციურ რისკს შეიცავს. ახლა ამბავი მეორე. ისრაელის არმიამ დაიწყო ჩინური მანქანების აკრძალვა. უცებ ვერ იზამენ, კარგად ბლომად ქონიათ შესყიდული, მაგრამ უკვე გაიცა ბრძანება, რომ ჩინური წარმოების მანქანებს აღარ შეუშვებენ სამხედრო ბაზებზე. ისრაელის არმიას საკუთარი გამორჩეული ოფიცრებისთვის თურმე დაურიგებია ასობით ჩინური ჩერი, 7 ადგილიანი მანქანები და ახლა გაურკვევია, რომ ამ მანქანებს ჩინეთი დაზვერვისთვის იყენებს. ზუსტად არ ამბობენ როგორ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქაც როგორც ნორვეგიასა და დანიაში საუბარია ნავიგაციის სისტემებზე, კავშირგაბმულობაზე, მანქანის კამერებზე, ამ ყველაფერზე ერთად. ბაზებზე არ შეშვების რეჟიმი უკვე მოქმედებს. იანვრიდან კი ამ მანქანებს უბრალოდ მოიცილებენ თავიდან. უსაფრთხოება პირველ რიგში. რა მაგის პასუხია და მე ანაზდად კიდევ ორი ამბავი გამახსენდა. ორივე ერთ პატარა ქვეყანაში ხდება. პირველი. ამ პატარა ქვეყანაში დედაქალაქის მერია მეტროს 111 ვაგონისთვის 159 მილიონი ევროს კონტრაქტი გაუფორმა ჩინეთის სამხედრო მრეწველობით გიგანტს CRRC-ს, სანქცირებულ შეერთებული შტატების მიერ. მეორე ამბავი. იმავე პატარა ქვეყანამ უმთავრესი მტრის რუსეთის გამოცხადებული ჯაშუშები დაუბრკოლებლად შეუშვა საკუთარ სამხედრო ბაზებზე ფოტოებისა და ვიდეოს გადასაღებად. თავდაცვის მინისტრების პირადი განკარგულებით. Расцветали яблони и груши, поплыли туманы над рекой. Выходила на берег Катюша, на высокий берег, на крутой. ხო, ვემზადებით აფხაზეთში დასაბრუნებლად. ვემზადებით. კაი, პოლიტკორექტულობის ხათრით ვიძახოთ, რომ მიწა კი არა, ჩვენი ძმები უნდა დავიბრუნოთ. ოღონდ პირდაპირ გეტყვით, რომ მიწის დაბრუნება უფრო მარტივი საქმეა, ვიდრე
აი ამისთანა მოწამლული იდიოტების. Связь абхазов с Египтом сегодня доказана. დადასტურებულია აფხაზთა კავშირი ეგვიპტესთან. მსოფლიო დონის მეცნიერებმა შეისწავლეს და ანალიზი ჩაუტარეს ფარაონებს. უკვე დამტკიცებულია, რომ ძველი ეგვიპტის ფარაონთა 80% აფხაზია, დანარჩენი ვაინახი, ანუ ჩეჩენი. Они по происхождению являются именно абхазами, а другая часть фараонов были вайнахами, то есть чеченского происхождения. ილაპარაკოს განანის კარტი მოუწდებაო იტყვით ახლა ვიღაც. ლაპარაკობს კიდეც და არ უწუდება, მაგრამ მე უბრალოდ გაგახსენებთ, რომ აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც ანამიადებმა ისტორიკოსის დიპლომებით გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა საქართველოს მთლიანობას, ვიდრე ნებისმიერმა რუსის გენერალმა. არძიმბაც ისტორიკოსი იყო, თბილისში დაცული დისერტაციით, სერგეი შამბაც, თბილისში დამთავრებული ინსტიტუტით, ლუდვიგ ჩიბიროვიც, ალან ჩოჩიევიცა და მრავალი კიდევ სხვაც. მათ როგორც ვითომ სპეციალისტებს სრულიად გამორჩეული როლი ჰქონდათ ადამიანებისთვის ტვინის გამორიცხვაში. და ეს გააკეთეს. ხო და ქართველების პრობლემა ხო თითქოს გადაჭრეს, გამოყარეს ასობით ათასი ადამიანი და საკუთარი იდენტობა მაინც ვერ გააგვიეს. ამიტომ ახლა ჩმახავენ ათასნაირ ქოცობას, რომ საკუთარი ახალგაზრდა თაობები დაარწმუნონ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აუცილებლობაში. შიგნით დგას კოლონა. თავიდან ორსართულიანი იყო, მაგრამ მერე აფხაზმა მეფე გიორგი მეორე. Потом абхазский царь Георгий. სამწუხაროდ აქ ინტერნეტში ნაპოვნი ვიდეო წყდება, როგორ აბოლებს ახალი თაობის იდეოლოგიის სეპარატისტი სოლიდად ცკუა რუს ტურისტებს ქართველი მეფეების წარმომავლობაზე. Не отрекаются любя, ведь жизнь кончается внезапно. Я перестану ждать тебя, а ты придешь совсем внезапно. ცკუა, რომელსაც რატომღაც ქალის სახელი ჰქვია, ის დამახინჯებული სოლიდატი, ორ კაპიკს გიდობით ჩოულობს და ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარებითაც. На территории вот Месопотамии. მესოპოტამიის ტერიტორიაზე, სადაც ძველი შუმერები ცხოვრობდნენ, ასევე აფხაზ ადიღები დასახლდნენ. სწორედ აფხაზებმა დააარსეს ისეთი ქალაქები, როგორებიც იყო ბაბილონი, ური, ურუკი. Был сам известный город, да. Ур был такой Урук, это все именно абхазы основали. ხო, ბაბილონის გოდოლიც მხოლოდ მაშინ დაინგრა, როცა ზედა ხარაჯოდან ვიღაცამ ვიღაცას აფსუ ადიღურად გადმოსახა. იქამდე ყველაფერი კარგად იყო და მიდიოდა მშენებლობა გახურებული, ლიწილიწილით. Даже само слово «апсу». შუმერული ღმერთების შექმნასაც საფუძვლად აფხაზური ღმერთები დაედო. სიტყვა აფსუ, ჩვენ რომ სულის ქვეყნად ვთარგმნით, სინამდვილეში ნიშნავს ცოცხალი, ანუ მტკნარი წყლის ქვეყანას. ასე უწოდეს აფხაზებმა, რომლებიც აქ მოვიდნენ, რადგან შავი ზღვა მიწის დრომდე მტკნარია. Но когда данные жители აი ეს მტკნარი, შავი ზღვის მტკნარი იდიოტი ითვლება აბსურდი ისტორიოგრაფიის ამომავალ ვარსკვლავად. ჯერ ასპირანტია, მაგრამ დიდი მომავლით. და უცებ წარმოიდგინეთ, ვის გაზრდის და რას ასწავლის ეს მავნებელი. და თუ მოგინდებათ, მე ამის და ამის გაზრდილი ტვინმოწამლული ხალხისთვის ძმების ძახილი. ალალიგული, თორემ რომ უნდა იძახოთ გასაგებია. პროჭორილელთა ხელში ერთი ბიზნესისთვის მართლა სამოთხეა საქართველოში, კოლ-ცენტრებისთვის. რა თქმა უნდა, ვერავის დააჯერებ, რომ თავად ისინი არ არიან დამასჩარეულები და თავად არ მართავენ. ყველა ეს დიდი მოგებით. ბაჩალიაშვილისა და მრავალი სხვა საქმე კიდევ აუფეთქდება ბორიას. იქ რომ შიდა კონკურენცია ნებისმიერი სხვა ბიზნესი მონაგონია. ახლა კი უდიდესი გერმანული მედია CDF იტყობინება, რომ საქართველოში დააპატიმრეს გერმანიის მოქალაქე, რომელიც ბრალდებულია კოლ-ცენტრების მუშაობის ორგანიზებაში. ამბავი ცნობილი გახდა გერმანიის კიბერდანაშაულის ცენტრალური სამსახურიდან, თუმცა დამატებითი განმარტება არც გერმანელებს არ გაუკეთებია და არც საქართველოს პროკურატურას. CDF ეყრდნობა გერმანულ ბამბერგის გენპროკურატურას. იხსენებს ადრინდელ ჟურნალისტურ გამოძიებასაც, რომელშიც 30-მდე სხვა მედიასთან ერთად თავად მონაწილეობდა და მარტში გამოაქვეყნა. იმ ამბავს კი მოჰყვა ამბავი და საქართველოში მრავალი ადამიანი დააკავეს. AK გრუპის სახელით მოქმედი 85 კაციანი ბანდა, რომელმაც 2022 წლის მაისიდან 6000-ზე მეტ ადამიანს მთელს მსოფლიოში $35 მილიონ მეტი გამბუზალა. ხელმძღვანელება ჟურნალისტური გამოძიება მერი შოთაძესა და აკაკი ქევხიშვილს ასახელებდა მაშინ. ახლა ამ გერმანელის ვინაობა არ ვიცით. არც იმას ამბობს არავინ, როდის გადასცემენ გერმანიას. ერთი რამ შეგვიძლია მხოლოდ წინასწარ ვთქვათ. როცა საქართველოს რომელიმე საგამოძიებო სამსახური რაიმე სიტყვის, ეს გერმანელი აღმოჩნდება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, ფულით მხარდამჭერი და deep state-ის ჩანერგილი უსამშობლო ბავარიელი. რას დავბედით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.